ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. ჩვენ უკვე მერამდენედ ვსტუმრობთ საბერძნეთის დედაქალაქ ათენს, იმიტომ რომ აქ ემიგრაციის ძალიან დიდი არმია არის. აქ ემიგრაციაში 90-იან წლებში ძალიან ბევრი ქართველი წამოვიდა. ქართული ენა რომ არ დაეკარგათ, აქ ბევრი ქართულ ბერძნულ კულტურული ორგანიზაცია შეიქმნა. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქართულ ბერძნულ ასოციაციასთან არსებული დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ლამარა მაჩიტიძე ახალაძე. მოგესალმებით ქალბატონო ლამარა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რადგან აქ ქართველ ემიგრანტებს ძალიან ცოტად რო გაქვთ თავისუფალი. ყველანი ჩამოსული ხართ მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საკუთარი პრობლემები ძალიან მალე მოაგვაროთ და დაბრუნდეთ ჩვენ სამშობლოში საქართველოში. თქვენ გიხდით დიდ მადლობას. მობრძანდით, დაინტერესდით ჩემით, ჩვენი ორგანიზაციით, ჩვენი საკვირაო სკოლით. სანამ ათენში ჩამოვიდოდები, ვიყავი პედაგოგი ქუთაისში. 39-17 სკოლის მასწავლებელი. იცით ჩვენი დუხჭირი ცხოვრების როგორც ყველა ემიგრანტი დაწყებითი კლასის მასწავლებელი, რაც ეხლა რასაც ახლა უკვე აქ ქართველი ემიგრაციაში დაბადებული ქართველი ბავშვებისთვის აკეთებთ. დიახ. ამ ორგანიზაციაში ქალბატონ ხატიასთან ვარ 2014 წლიდან და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რასაც ვაკეთებდი იქ. აი ზუსტად იმ საქმეს ვემსახურები, რაც მე მიყვარს ჩემი საქმე და ვაკეთებ. ჩვენი სამუშაო რეჟიმის აიცით უკვე თქვენ ცნობილი ხართ აქ, რომ იცით ემიგრანტების სამუშაო რეჟიმი როგორია. მე მხოლოდ კვირადღე მაქვს დასვენება, შაბათსაც არ შემიძლია გამოსვლა, თორემ ჩვენ შაბათსაც ვსწავლობთ, ორდღიან სწავლებაზე ვართ გადასული და მოღვაწეობ აქ ემიგრანტ ბავშვებთან. ჩვენს სკოლას 250 ბავშვი, ქართველი ბავშვი ყავს დღეს ემიგრაციაში დაბადებული. არ არის ყველა ემიგრაციაში დაბადებული, მოედინება საქართველოდანაც ოჯახები სამწუხაროდ და მოდიან ბავშვებიც. იქედან წამოსულ ბავშვებს რა თქმა უნდა არ უჭირთ ქართული და პირდაპირ არ ჭირდებათ პირველ კლასში დასმა, რომ ანბანი ისწავლონ, მაგრამ აქ დაბადებულ ბავშვებს ძალიან რთულია მუშაობა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უკლავდებით. ჩვენ გვაქვს ორდღიანი სასწავლო პროცესი, შაბათი და კვირა. კვირას რომ ახსნი ასოკერას უკვე სხვა მასწავლებელი ყავს, ჩვენ დიდი კოლექტივი ვართ. თამარ მასწავლებელი, სოფო მასწავლებელი, შემდეგ ამ ასოკერას უფრო გაახალწლებს და უფრო მეტად ბავშვები გაამართლა, იცით? ამდენ მქონდა ერთდღიანი, მარტო კვირას მქონდა ქართული ენის სწავლება, მაგრამ ეხლა შაბათი და კვირაცა ორდღიანი და ძალიან გაამართლა, ძალიან კმაყოფილები ვართ და შედეგით ძალიან კარგი დავდეთ. ყავს ბავშვები, ყავს შერეული ოჯახის შვილები, შერეული არიან დედა ბერძენი, მამა ბერძენი, დედა ქართველი. და მადლობა მათ, რომ ბავშვები მოყავთ ჩვენთან. მე მაგალითად წელს მყავთ და 18 პირველ კლასელი. ამ პირველ კლასებში 4 დაძმანი არიან. მამა უცხოელი ყავს, დედა ქართველი, ბაღდათელი სხვათა შორის. 3 ძმები არიან და 1 გოგო, უფროსები. 13 წლის არიან და 14 წლის უფროსები, მაგრამ ძალიან კარგად მოყვებიან 4-ვე ბავშვები. იმის თქმა მინდა, რომ აი ქეთს ვიხრი ქალბატონი კარინას წინაშე, რომ აი მისი 4 შვილი ჩვენ გვანდო და შედეგიც დავდეთ ბავშვებმაც და ჩვენც. ასე რომ ჩემი საქმე მიყვარს, ვაკეთებ. დედაენა არის შეუცვლელი მიდის სწავლება, ხო? მე ვსარგებლობ აი ამ დედაენით. იყო საქართველოშიც გამოცხადა წლების უკან, რომ რომელ მასწავლებელს ვისაც გინდათ, რომელი დედაენაც გინდათ, ამოირჩიეთო. მეც ავირჩიეს და ჯერჯერობით მშვენივრად მივყვებით. გოგებაშვილის დედაენა მაინც შეუცვლელია ქართული ენის შესასწავლად. ვერაფერი ვერ შეცვლის გოგებაშვილს, ვერანაირად შეიძლება შეიცვალოს ნახატები, რაღაც ტექსტი, მოთხრობა პატარა, მაგრამ გოგებაშვილი რაღაც ადგილების შეცვლა შეიძლება მოხდეს, თორემ გოგება
ბაშვილის დედაენას ვერ შეცვლის ვერაფერი. ქალბატონო ლამარა, წარსულში რომ დავუბრუნდეთ, სანამ იქნებოდა აღნიშნული ორგანიზაცია და დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, მანამდე იყო ემიგრაციის ურთულესი გზა, მანამდე იყო გადაწყვეტილების მიღება. რომელ წელს მიიღეთ გადაწყვეტილება და რა გახდა მიზეზი, რომ თქვენც გახვეულიყავით ემიგრანტის მანტიაში? ძალიან მიმძიმდა სკოლის დატოვება, ბავშვების საკლასო ოთახის დატოვება 24 წლის შემდეგ ძალიან მიმძიმდა, მაგრამ რა ვიცი, გადავწყვიტე 2004 წელი იყო. გადავწყვიტე და დავტოვეთ ჩემი შვილები არ იყვენ პატარები, ერთი გოგო იყო 19 წლის, ბიჭი იყო 22 წლის და დავტოვე შვილებიას როგორც ხوام და გადავწყვიტე, ურთულესი გადაწყვეტილება იყო ძალიან, აი რომ არ ყოფილიყავი ამ სფეროში, განათლების სფეროში, რომ არ მქონებოდა სამსახური შეიძლება არ გამჭირდებოდა იმდენად, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დავტოვე და ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან გრძნობდი ცუდად თავს, მაგრამ აქ რომ შემოვდგე ფეხი უკვე და აი ბავშვები რომ დავინახე, ცოტა გულზე მომეშვა და მოვდივარ მის შემდეგ. ვინ გამოგაცილათ ქალბატონო ლამარა? შვილებმა. ავტობუსით ჩამოვედი კი მაშინ 2004 წელში და მე შვილებით ჩამოვიყვანე. როდესაც ტოვებთ საქართველოს და მოდიხართ უცხო ქვეყანაში. ვერ წარმომედგინა, რომ აუ ერთი წელი არ აუშავს რა, 2 წელი მაქსიმუმ, 2 წლის მერე დავბრუნდები და თქვენს 2 წელი 20 წელიწადად იქცა. ამიტომ მე ჩემი შვილები აქ ჩამოვიყვანე. რამდენ ხანში? 1 წელიწადში. ჩემი გოგოც, ბიჭი მე რო წამოვედი დაცალ და იქ 2 წელნახევრის იყო საბა, რო ჩამოვიყვანე 3 წლის გახდა აქ და 20 წლის არის ახლა. გოგოს 18 წლის გოგო ყავს მარია, კი გითხარით წეხან. აქ დაბადებულია, აქ დაამთავრა სკოლა, ცეკვავს 10-12 წელია ბატონ შმაგისთან, ხატავს, ბერძნულ თეატრში დადის. არ ვამბობ ჩემი შვილით, მაგრამ წარმატებული ბავშვია და ის სურვა საქართველოში სტუდენტობა. ერთი თვის წასულები არ არიან, რომ არ მინდა აქ სტუდენტობა, მე უნდა ვისწავლო საქართველოში და აი გააგრძელებს ალექსანდრე წულუკიძის სახელობის იყო ჩემს დროს, ეხლა არის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი და იქ გააგრძელებს სწავლას. ძალიან კარგია, როდესაც ქართველი ემიგრანტი საომავლოდ უბრუნდება მშობლიურ ფესვებს და როგორ ვიტყოდი რამეს, არა, საქმიანობას. დედამ და მამამ პატივისცა, ყველაფერი მიატოვეს აქ და პატივისცეს შვილის გადაწყვეტილებას და წავიდნენ, საერთოდ წავიდნენ აქედან. საბუთები აქვთ. თუ კი რაიმე სწავლის გაგრძელება დაჭირდება, შემდეგ ასპირანტურა, მე შეუძლია ჩამოვიდეს აქ. როგორია ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხო მიწაზე? როდესაც თქვენ ჩამოხვედით 2004 წელს, რომ მოგვიყვეთ, ძალიან ბევრს გონია, რომ ემიგრანტობა არის მარტივი. ხშირად ვამბობ ხოლმე ამ ბოლო პერიოდში, რომ ევროპაში ვერ ვნახეთ ევროს მსხმოიარე ხეები. როგორც ეს საქართველოში გქონიათ. რომ მოგვიყეთ ქალბატონო ლამარა, როგორ იწყება ემიგრანტული ცხოვრება? როდესაც დატოვეთ სამშობლო, 2 დღენახევარი გაატარეთ ავტობუსში და ჩამოხვედით ათენში. ჩამოვედით ათენში, მაგრამ მე დამხვდნენ აქ ძალიან ჩვენი სკოლიდან წამოსული მასწავლებელი ქალბატონი დანაიდა ლალიაშვილი დღემდე პატივსცემდა, დღემდე მეგობრობთ. ნამდვილად ის დამხვდა, მისი ბიჭი გიგა აქ არის ამჟამად და უფრო აი რო ხდება ვინმე და არა გაქვს მისი შიში, ვაიმე საწავიდე, როგორ წავიდე, რა გავაკეთო, აი სამსახურიც მათ მიშოვეს, რთული იყო, ძალიან რთული. ენა არ იცოდით ქალბატონო? რა თქმა უნდა, ვინ იცის, არავინმა არ იცის ენა, რომ ჩამოდიან მე სწავლობ. ანუ სამ თვეში კი მეცადინეობდი
მოდი მე ჩემ თავს ვუთხარი აბა მაგრამ მიდი იმეცადინე კონსპექტებით და რაღაცას 3-4-ში ავიდგე ენა მაგრამ საბედნიეროდ არ შემხვედრია ამდენი წლის ბევრი ოჯახი არ მაქვს გამოცვლილი 10 წელი ერთ ოჯახში ვიყავით შემდეგ ნათლიანი რონები გავხდით 7 წელი ერთ ოჯახში ვიყავით არ მაქვს ბევრი ოჯახები გამოცვლილი და დღემდე სადაც ყოფილო ოჯახში არა ვარ უკმაყოფილო რა ვერ ვიტყვი რომ აი პატივს მცემენ ჩემს პროფესიას ძალიან ყოველთვის ღონისძიებაზე კვეთილზე მოდიან ჩემი ახლა სადაც მუშაობ ბებიას შვილები და მესწრებიან ღონის გაგიჟდნენ კონცერტზე რომ დაგვესწრენ საანგარიშო კონცერტზე გაგიჟდნენ როგორ ესო დასრიალობსო ბავშვებიო ფეხებზე აქვთო როლიკები აქვთო ამგესო თუ როგორ ცეკვავენო ასე რომ ძალიან რთული იყო კი მაგრამ მე შვილები რო ჩამოვიყვანე ცოტა გამიიოდა აი სანამ შვილებს ჩამოიყვანით რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად ისევ შვილები და ისევ ოჯახი მეტი არაფერი არც საჭმელი და არც ასმელი და არაფერი ისევ მათი ისე როგორც ყველა ქალბატონს აქ მოსულსა მე ძალიან მეწოდებიან ესენ რომ აი ინტერნეტით და სოციალური ქსელებით იცნობენ შვილებს, იძებს, რძლებს, აი ეს არ მქონია და ამიტომ ვარ ღმერთის მადლობელი, რომ აი ეს ბარიერი არ მქონდა გადასალადი. ის სიყვარული დარჩა ისევე. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ფერადი. ღრუბლიანიც. ყველაფერი, მაგრამ მე დავდივარ საქართველოში ახლა 3 წელია უკვე საბუთები არ მქონდა ამდენ, მაგრამ დავდივარ ყოველ წელს და არ არის მარტო შენი ოჯახი, არ არის მარტო შვილები და ქმარი, იმის იქეთ არის მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ის შენი ეზო, ის ხეცკი, ის ჰაერიც კი ყველაფერი ენატრება ემიგრანტს. პირველი შეხვედრა ემიგრაციის შემდგომ შვილებთან. ძალიან სასწაული გემით წამოვიყვანეთ ან მაშინ ჩემი გოგო 19 წლის იყო და გემით ჩამოვიდა რაღაცა რა ვიცი რამითი ტურებით ისა და კმაყოფილი ჩამოვიდა და ის რო კმაყოფილი იყო მეც კმაყოფილად შევხვდი რა თავარია სადაც მუშაობდი იქ მივიყვანე იქ მყავდნენ შემდეგ ბიჭი ჩამოვიდა ცოლშვილით და საბა 20 წლის ახლა და ჩემ ბიჭი ახლა აგერ კი ნახეთ ჩემი პატარა შეეძინათ ახლა და 2 წლის პატარა ყავს კიდე აქ დაიბადა. ჩემი გოგო რომ წავიდა ახლა უკვე ჩვენც აწრიალებულები ვართ. მე მგონი ჩვენც მალე გავყვებით, ჩემი ბიჭი მაინც ძალიან მალე. ანუ საბოლოოდ მაინც აპირეთ ხო ქალბატონებმა რა თქმა უნდა, კი. მე ახლა დაბრუნდები სკოლაში, გამორიცხულია ჩემი შრომა. 70 წელს მივუკაკუნე უკვე და ჩემი 70 წლის ახალგაზრდებს არიან ახალგაზრდები უფრო ისაა და მაგრამ მაინც კი მინდა წასვლა ძალიან მინდა ჩემს პირველი შეხვედრა სამშობლოსთან ემიგრაციის შემდგომ და იმ საყვარელ ადამიანებთან როგორი იყო როდესაც აიღეთ ბილეთი და ძალიან სასაული გრძნობა ეხლა რომ მიდიან პირველად ჩემი ძმა ერთადერთი ძმა მყავს ბაღდადში ფერსადში ცხოვრობს ჩემი ძმა დამხვდა და რამდენი წლის შემდგომ დაბრუნდით 18 წლის მე 18 წელი საქართველოს არ გენახათ აი როგორი იყო როგორი დატოვეთ და როგორი დავდიოდი სულ ყველგან არ მინდოდა არც მანქანა სადაც აი ახ გამიჩერეთ ხო მე იქი და რო გამოვივლით გაგიჩერებ და ამიტომ არ მინდა თქვენ სადაც მინდოდა ფეხით დავდიოდი სულ ავიყვანდი გზაში ტაქსით წავიდოდი სადაც დავიღლებოდი სულ ფეხით სოფელში მე ვარ დაბადებული სოფელ შუბანში ბაღდადის რაიონი ფერსადში ვცხოვრობთ ისე და იქ ისე მინდოდა ასვლა ისე და ჩემ ძმას ვთხარი და ჩემი ძმა ცოტა დიდია ძალიან 100 კილოა და შენ გაგიზდიო მანქანის არა მე ვთხარ ფეხით მინდა ასვლა ის ბავშვობის გზა ფეხით მინდა გავიარე მარტო წავედი ასე რომ ყველა ემიგრაციიდან ვინც ბრუნდება ყველა ასეთ ცნობა, ყველას აქვს ასეთი შეგრძნება, ყველა დარწმუნებული ვარ, როგორი სიხარულით მიდის და როგორი, მაგრამ ბევრი რაღაც იქიდან მე ცოტა ნაწყენიც კი მოდის, რთულია განშორება, ამდენი წლის მერე სიყვარულს ვეღარ აიღებ. სიყვარული არის სიახლოვე. რაც მეტი ახლო ხარ ადამიანთან, ის არის სიახლოვე და რო გაშორება უკვე ძალიან რთულია. აი ეს იყო ჩემი მიზანი, რადგანაც მე ვერ მივდივარ 2 წელიწადში, უკვე ბავშვები აქ უნდა მყავდეს.
და ეს არის ჩემი მოგება. რა გასწავლათ ემიგრაციამ, კანტონ ლავერა? რა მოსწავლე ემიგრაციამ? ჯერ სიყვარული ისედაც არ მაქვს და ყველა მიყვარდა იქაც. მაგრამ აქ ძალიან ბევრი სამეგობრო შევიძინე. ძალიან ბევრი. ჯერ მარტო აი აქ. ჩვენ 12 მასწავლებელი ვართ. ამდენ ბავშვებთან ყავს 3 ქართულის მასწავლებელი ვართ. ინგლისურის მასწავლებელი ვყავს, ბერძნულის მასწავლებელი ვყავს, ხატვა, მუსიკა, ცეკვა, რა ვიცი, აბა ჭადრაკი, ყველა სფეროში ბავშვები ვყავს დასაქმებული და აი ეს კოლექტივი იმდენად დიდია და აი ქალბატონი ხატია იმდენად კარგია ჩვენთვის, რომ ვერ წარმოვიდგენ უკვე ამათ გარშემო რომ ტრიალებ ისევ რომ ჩამოვშორდე, მაგრამ სანამ შევიძლებ ვიქნები და მე როცა წავალ თავისთავად მაგრამ როდის წავალ ეს უკვე აი დღეს ახლა არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ამ ჩემი გოგოს წასვლის შემდეგ უკვე ფიქრობ რაღაცას და ვნახოთ ღმერთმა წკნას. არ ვიცი, ძალიან რთულია, ამდენი წელი რო იყო ვინმე წასული და ეს ვაიმე და ამდენი წელი, ამიტომ შენ თავზე სანამ არ გამოცდი რამეს, არ უნდა თქვა არაფერი. ვერ წარმომედგინა 18-20 წელი როგორ შეიძლება ოჯახს მოცდე, მაგრამ იცით რა, აი კიდევ ამბობ, რადგანაც შვილები, ქმარიც არ მყავდა, მე რამოდენიმე წელი 13 წელია რომ მომიკვდა 56-მდე. გავამგზავრე საქართველოში სამწუხაროდ 56 წლის უცებ გახდა და სარკომა ჰქონდა ფილტვზე და ჩავიდა და 2 კვირაში. და რადგანაც აქ ვიყავით ყველა ხო და ოჯახი თლიანად შვილები ქმარი ეს ყველა აი ჩემთვის იმდენად რთული არ იყო აგერ კიდე სამუშაო ისეთი მაქვს რომ და არ გამჭირებია ერთი სიტყვით მაგრამ რთულია ემიგრანტები რთულია იმ ქალბატონებისთვისაც ახლა საქართველოში ნამყოფი არიან საბუთი არა აქვთ ვერ მიდიან ურთულესია მაგრამ ყველა ემიგრანტს ვუსურებ თავისი გულის წადილი რაც აქვს აესრულებინოთ ის ყველას უნდა რომ რაღაც გააკეთოს რაღაც მოაგვაროს ოჯახში და დროზე წავიდეს მაგრამ ეს ჩვენ რო გვინდა არ ხდება ისე რა წაგართოთ ემიგრაციამ და რა მოგცათ ამასთან ერთად რა წამართვა ემიგრაციამ აი ეს წამართვა ემიგრაციამ რომ იქეთ ჩემი საყვარელი ადამიანები დავტოვე და აქ საყვარელი ადამიანები შევიძინე წამართვა და კიდევაც მომცა რომ მაგალითად მე არ გამოსულიყავი გარეთ და აი ეს სფერო არ მენახა ჩემთვის წართმეული იქნებოდა ყველაფერი მე ახლაც ვამბობ არ არის მარტო შვილები და ოჯახი იმის გარდა არის მეგობრობა მეზობლობა რა თქმა უნდა ესეც არის და ამიტომ აი ჩემი ეს აი აქ მამოძრავებს ეს ძალა როდის მოხდა თქვენი ამ ორგანიზაციაში მოსვლა და როგორ აღმოაჩინეთ? იმიტომ რომ წლების წინ ბევრი ორგანიზაცია საბერძნეთში და ათენში არ იყო. ნელ-ნელა ყალიბდებოდა შემდეგ სხვადასხვა ტიპის ქართულ ორგანიზაციებზე ვამბობ, სადაც მოკლედ ქართული სული ტრიალებს ხო? ქალბატონი ხატია, სანამ ორგანიზაცია ჩვენ ვიყავით ომონიაზე ქონდა კიდე ერთი შეიძლება კი იცით მე-7 სართულზე, მაგრამ ვეღარ ვეტეოდით უკვე და აქ უკვე 3 წელია, 4 რაც გადმოვედით, ახალი გადმოსული ვარ. ქალბატონ ხატიას ვიცნობდი. ხო და მასთან უკვე 2010 წლიდან არიან გახსნილი ეს ორგანიზაცია. მე მაგ საბუთებსაც ააკეთე იგი გორულ საქმეებზედაც მუშაობს, ახლაც იქედან მოყოლებული. ომონიაზე იყო და რაღაც დიკიგორ საქმეებზე მუშაობდა და ისედაც ვიცნობდით კიდე ჩემი გოგო გავაცანი რაღაც დაჭირდებოდა ხდებოდნენ ისა და მითხრა რომ ქალბატონო ლამარავ რაღაც შემოგთავაზებ ჩვენ ისა გვაქვს მაშინ არ ვიყავით საკვირაო სკოლა ორგანიზაციაში ქონდა ქართული წრეები იყო ესა თუ შეგიძლია თქო და დავფიქრდები თქო მართლაც 2014 წელს მოვედი იქეთ შენობაში ვიყავით მაშინ 5-6 წელი ჩვენთან ყველაფერი ისე მიდიოდა რა თქმა უნდა უფასოდ ყველაფერი აბსოლუტურად არაფერი ყავდა ამდენი ბავშვები არ იყო მაგრამ საკმაოდ იყო იქაც ბავშვები და
შევრჩი ამ ორგანიზაციას ქალბატონ ხატიასა და იმის შემდეგ გავიზარდეთ იქ ვეღარ დავეტიეთ უკვე და გადმოვედით აქ ძალიან ბევრი ბავშვები ყავს მე ვარ 11-დან 3 საათამდე 4-მდე კვირაობით და ჩემი მოვალეობა ის რომ აი ბავშვი ჩავდვა სული და გული რომ ბავშვმა ისწავლოს წერა კითხვა თავარი ეს არის ახლა ჩვენ ვერ გავდივართ მათემატიკას სრულფასოვნად არა გვაქვს ჩვენ მისი დრო დანარჩენ დღეებში ბავშვები ორშაბათიდან პარასკევამდე დადიან ბერძნულ სკოლაში დანარჩენ დადიან სპორტში ჭადრაკში აქაც ჩვენთან კიდე სამჯერ ბატონ შმაგის რეპეტიციები აქვს ისა ცეკვაზე არის მუსიკა არის ჭადრაკი აქ არის ხატვის აკადემია ქალბატონი ისა უძილაური ასწავლის ვერ ესე იგი ბავშვები როგორ არიან იცი ყველაფერში რა წარჩინებულები ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ბავშვებით და მეც ვცდილობ რომ აი ამ ბავშვებთან ერთად აი ჩემი მონატრებული რაც მქონდა და ჩემი რაც დავტოვე იქ სკოლაში ეს უკვე მე გავანაზღაურე უკვე ანაზღაურებული მაგას ბავშვებთან და რა ვიცი რა გითხრათ აბა ველოდებით ძალიან ნაკადს ახლა ახალს და ნახოთ ახალი სხვადასხვა შემოქმედებითი საღამოები იმართება ათენში. რა თქმა უნდა. ამასთან დაკავშირებითაც რო გითხრათ და რამდენად არის შვება ქართველი ემიგრანტისთვის, როდესაც კვირაში ერთი დღე ან თვეში ერთხელ ხდება ასეთი ტიპის საღამოები. კი, კეთდება ძალიან დიდი საღამოები. ბატონი შმაგი იქ იყო ჟიურის წევრი ქალბატონ თაკოსთან ახლა. სულ რომ იტყვიან გადარბენაზე, აი 3 საათამდე ხო აქ ვარ 3-ზე. ბავშვებს არ არსებობს რომ გაუცდინო თუ არ მოვკვდი, იმიტომ რომ ერთი დღეა. იმ ერთ ასობერას რო ახსნი მეორე კვირას ისევე სხვა უნდა ახსნა და ამიტომ ხო უნდა დავამთავროთ მარტში, აპრილში, მაისში ხო უნდა დამთავრდეს ეს ვერანაირად ვერ გავაცდენთ და გავდივარ მე ჩვენს აბა მოვილაპარაკეთ აბა ვისცალია ახლა ყველა შეიძლება სკოლიდან ვერ ხატია ქალბატონი თამარის ყველა ვერ წავიდეთ მაგრამ წარმომადგენლები მივდივართ ყველგან არ არსებობს აი ხამბაშიძეს აქვს რაიმე ღონისძიება გავდივარ იქ თაკოს აქვს ღონისძიება იქაც გავდივართ რა თქმა უნდა რომ გვაინტერესებს რა თქმა უნდა ჩვენც რო გვაქვს ჩვენთანაც მოდიან ჩვენი ხოლმე თეატრში გქონდა წელს სანგარიშო კონცერტი აი ამ კონცერტთან დაკავშირებითაც რომ მოგიყვეთ ქალბატონ ლამარა ივნისის შუა რიცხვებში გქონდა და ყველაზე დიდი თეატრი სეფერლის მსახიობი თუ გაიგონია სეფერლი მეტაქსოგიოზე აი იმ თეატრში 2000 კაციანი თეატრი გადაჭედილი იყო ძალიან დიდი შმაგი მასწავლებელმა ახალი ცეკვები დადგა ახალი ყველაფერი და ბავშვები ბევრია ცეკვაზე თითქმის 250 ბავშვიდან თითქმის 9 გადის ცეკვაზე ძალიან კმაყოფილები დავრჩით რა იცი მშობელს რომ შეხედავ კმაყოფილია შენც კმაყოფილი ხა პირველ რიგში უნდა იყოს კმაყოფილი ბავშვი და მშობელი დანარჩენი მერე სხვა არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის თავარია ჩემთვის იყოს ბავშვი კმაყოფილი ჩემით და მშობელიც და ისია შმაგი მასწავლებელიც საუკეთესო კონცერტი ჩატარდა არაჩვეულებრივი 2 საათნახევრიანი კონცერტი იყო მთელი წლის შემოქმედება წარსულში რომ დაგაბრუნათ დღეის გადმოსახედიდან გადადგამდით ამ ნაბიჯს გახდებოდით ემიგრანტი არა რთული ყოფილა აი ექვთიმე თაყაიშვილი ხო ემიგრანტი იყო დავით გურამიშვილი ხო ემიგრანტი იყო და სულ მიკვირდა ნეტა ამდენი წელი როგორ შეიძლებოდა რაღაცა ამდენი წელი იყო ემიგრანტი და აი თურმე არასოდეს არ ვიფიქრებ იმას წარსულში დამაბრუნა და კიდევ ემიგრანტი გამხადოს მაგრამ რთულია ძალიან რთულია აი რაც აქ უნდა დაჯერდე მართლა მაგრამ ეს ახლა ამ გადასახედიდან საქართველოში რომ უთხრა ვაიმე არ წამოხვიდე რაც აქ დაჯერდი არ დაიჯერებს არავინ თუ არაფერი არა რატო ხარ წამოდი მაშინო ჭაობია ყველგან ემიგრაცია სადაც არ უნდა იყოთ ამერიკაში ესპანეთშიც მაგრამ საბერძნეთს დიდი ემიგრაცია ყავს ყველაზე დიდი ემიგრაცია არის საბერძნეთში ყველაზე დიდი მეტი ბავშვები ჩვენი საკვირაო სკოლა
ათენში არის ორი საკვირაო სკოლა ჩვენ და დარეჯანი ხო? არის ახლა ყავთ, მაგრამ ეს ახლა ჩვენც გვაღი არის. ჩვენ იქ რომ ვიყავით, იმაში არ გქონდა, არ ვიყავით აღიარებული ქართული საკვირაო სკოლა, მაგრამ უკვე სტატუსი გვაქვს. ქართული საკვირაო სკოლა. ქალბატონ ლამარა, რას ეტყვით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენ სამშობლოს სოფლიოში მიმოფანტული. ალბათ რუკაზე არ მოიძებნება ადგილი, სადაც ქართულს არ დაუდგამს ფეხი და სამწუხაროდ არ დარჩენილა ემიგრაციაში. რა უნდა უთხრა, აი ის ახლაც თქვი, რომ ის რო უთხრა, რაიმე არ წამოხვიდეთ, ასეთი რთული აქეთ ცხოვრება არავინ არ დამიჯერებს და ამიტომ როგორმე აი რაღაცა გამოსავალი უნდა იპოვონ, რომ არ გადადგან ფეხი ოჯახიდან. ძალიან რთული ემიგრანტული ცხოვრება, მე ვერ ვეტყვი ვერავის, რომ შენ არა ყველას უჭირს. და ვინც ემიგრაციაშია, მათ რას ეტყვით? მალე დაბრუნებულიყვენ, რა თქმა უნდა, მეც მალე წავსულიყო და როგორც ჩემი შვილი წავიდა ქმარშვილით და გადაწყვიტა წასვლა და იქეთ არიან. ეხლა ისე წავსულიყო, მეც და ისე წასულიყოს ემიგრანტები აქედან სულ, მაგრამ იქედან უღარ წამოსულიყოს, ნუ რავინ ისე ქონებოდეთ პირობები. მეტი რა უნდა უთხრა, არაფერი. სიყვარული, მთავარი იკარგება სიყვარული ოჯახში, ცოლ-ქმარ შორის, შვილებსა და მშობლებს შორის და გაიხლიჩა ოჯახები. ოჯახები აღარ არის უკვე. ამიტომ ეს არის მთავარი. ოჯახით ვარ შეინარჩუნე, არც სახლი გინდა, არც კარი გინდა, არც ქონება და არაფერი. ოჯახი მთავარი ერთი შეკრება. ოჯახი არ არის მარტო 4 კედელი. ოჯახია სუნთქვა, ოჯახია სული. სულიერება, აი ესაა ოჯახი. რას ეტყვით ქალბატონ ლამარა, როგორც პედაგოგი, ემიგრაციაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს? ემიგრაციაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს ვეტყვი, რომ არ დაივიწყონ ქართული. ჩემი მოსწავლეები რო შემოდიან კლასში, პირველი მამაოჩვენოთი ხვდებით, პირჯვარს ვიწყებთ, მამაოჩვენოს ვამბობთ და 5 წუთი სულ არ მაქვს დრო, ბევრი რამესი, რომ მთავარია დედაენა დავამთავროთ დროზე, მაგრამ სულ სიყვარული, მეგობრობა. ეხლა საქართველოში არიან წასულები და მაშინ მივწერე ხოლმე, აბა თქვენ იცით, შინაური და გარეული ცხოველები აღარ დაგავიწყდეთ, ახლა რომელი ახლა მაინც გაიგეთ, რომ ნახავთ თქვენი თვალით ხო, აი რო არიციან ბავშვებმა, არიციან შინაური ცხოველი, გარეული ცხოველი, აი ელემენტარული არიციან, მაგრამ ვასწავლით ამას და აქ არ არის ქალბატონ ლამარა, სოფლები ხომ აქვს ათენს და არ აქვს? სად მიყავთ, ვის მიყავთ სოფლებში? აგერ ცხოვრობს ყველა ათენში და თუ არიან სკოლაში და თუ არიან ჩვენთან. სად დადიან ბავშვები? გადატვირთული არიან, თუ სპორტი, თუ მუსიკა, თუ ის ბავშვები გადატვირთული არიან აი ამეთი. და ამიტომ ვუსურვებ, ეს სიყვარულია მთავარი შეინარჩუნონ ბავშვმაც, მშობელმაც, ყველამ ჩვენ ურთიერთობა, სიყვარული, მეტი არაფერი. ეს თუ გადაგვარჩენს ახლა ისეთი სიტუაციაში ვართ, იცი რა სიტუაცია, არ არის მარტო საქართველოს, მსოფლიოა უკვე, მსოფლიომა დაიწყო არეულობა ყველანაირად, ბუნებაც აღარ გვპატიობს არაფერს და ისევ სიყვარული გადაგვარჩენს და ბევრ ბავშვს უნდა წასვლა. აი რომ აქ ხანდახან გამოკითხა, აი ვინ რომელი სოფლისობ არ იცის. სად ცხოვრობს, ისიც არ იცის. მე ვიყავი ქუთაისში, სანდრედიაში, მაგრამ სადაა სოფელი ბებია, ბაბუა არ იცის. ეხლა პირველად ვინც ჩავიდნენ, გაიგებენ. ვინც დადის ბავშვი, მე კი როგორ არა ბებიასთან, ბებოს ვირი ყავს, ბებოს ცხენი ყავს, ბაბუს ისა ყავს, ძაღლის ყავს, ისა ყავს და იცის. რომ არ დაუნახავს ბავშვს, არ იცის. ეს არის მეტი არაფერი და უსურვებ ან ჩემ ბავშვებს. ყველა ბავშვს უსურვებ, რომ შეიძლება ყველა ვერ წავიდეს. გამორიცხულია. ბევრი ბავშვი აქ ამთავრებს, ლონდონში ამთავრებს, საფრანგეთში მიდიან, ამერიკაში მიდიან, მაგისტრატურას ამთავრებენ და შეიძლება დაბრუნდნენ და შეიძლება არა, მაგრამ ბევრი ბავშვი არის ისეთები, რომელსაც წასვლა უნდა და მე ყველას უსურვებ, რომ მოახმარონ ეს თავიანთი ჭკუაგონება, ძალიან იჭიერი ბავშვები ყავს, თუნდაც საქართველოში. რამდენი გამომგონებელი ბავშვია, პატრონი უნდა იმგეს ეხლა და აი ჩვენი ბავშვებიც. უსურვებდი, წასულიყვნენ ფუძეკერაზე. აი მე დავბრუნდები საქართველოს ფუძეკერაზე, აი ლექსში მე პატარ-პატარა რაღაცებს ჩემთვის, ჩემ გულის ჭიას ვახარებ. აი ერთი ლექსი რო წავიკითხოთ.
ჩვენი ტელემაყურებლისთვის თუ შეიძლება თქვენ მე სიმღერად მიქციეთ ჩემი ლექსი. რომელი ლექსი იყო? პაცია მერცხალი. პაცია მერცხალი. ეს სიურპრიზი რო გამიკეთეთ ეს ჩემი ლექსია და Restaurants, miłego martesy Twesi vesi walumo, mura pero quella pyrskashmils Te chemin gerit ksamovo chachensk, isnobeb sashmils ერთი ლექსი რომ წაგვიკითხოთ ქალბატონ ლამარა. 8 აგვისტო ძალიან გულს მწვავს, ძალიან მოკლედ რა ბიჭები ჩაიხოცნენ. ეს ჩვენი ქართველი ბიჭები და შინდისის გმირები, არ ვიცი ერთი ჩვენი ბაღდათელი არის ჩვენი მიშიკო დვალიშვილი. სურვილი მქონდა რომ რაღაცა ორი სიტყვა დამეწერა. ეს ჩემი გულის ჭიას მახარება, არ წიგნი გამომიშია, არაფერი ფიქრობ, ერთი ბუკლეტი სამომავლოდ. ერთ რაღაცას გამოუშვებ, რომ ჩემ შვილმომავარს არჩეს. დღევანდელი დღე 9 აგვისტო, ბომბდამშენები გოდება კნესა. ქართველი სული, ვაჟკაცის სული იქ დაიმარხა, იქ ჩაიფერფლა. ჩვენი საჯიში ბიჭები იყვნენ. საქართველოში გასწირეს თავი. სახლში დედები ელოდებოდნენ უეცრად გლოვის ჩამოკრაზარი. თალხი გადაჰკრა მთელ საქართველოს ტიროდნენ ტირის 17 წელი ჩვენი ბიჭები გმირებად დარჩნენ გასახსენებლად წითელი ველი. დიდება ბიჭებს, დიდება გმირებს არ დაგივიწყებთ ქართველი ერი წითელ ვარდებით შეიმოსება თქვენს მოსაგონად ბაღი ედენი. ვაუ, ძალიან ჩემი და კიდევ ერთი რო წავიკითხოთ თქვენი შემოქმედებიდან და ახლა ჩვენ წავიკითხოთ რომელ ლექსს? ემიგრანტ დედებზე მაქვს დაწერილი. ემიგრანტ დედებს ქალბატონი ლამარა უძღვნის აი ამ ლექსს. საქართველოს ლამაზებო აფრენილნო ბუდიდან ცხრამთა გამოვლილები ხართ დარდს ატარებთ გულითა. ნიჭიერნო შემოქმედნო თქვენ არტოვებთ თქვენ საქმეს, უცხო მიწას გაანდვეთ და წარმოაჩენთ თქვენ სახეს. ისტორია შეინახვა რაზვირთებულ ზღვად, თქვენი სიტყვა, თქვენი ღვაწლი აენთება ბრად. ამის შემდეგ შვებას იგრძნობთ. შეასრულეთ მისია, დაბრუნდებით ფუძე კარზე არ გეგონოთ სხვისია. თქვენი ბუდე, თქვენი კერა, თქვენი ნაშრომ ნაოფლარი ძველებურად ამღერდება ბაღი ეზო ნასახლარი. აი ბევრი დედები, ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია ნიჭიერი აქ და ჩემზე უკეთ თქვენ უფრო იცით, ძალიან ბევრი ყავთ გადაცემაში მოწვეული. ძალიან ბევრი ნიჭიერი ქალბატონები გვყავს და ემიგრაციას ემსახურება, ემიგრანტებს ემსახურება. აი ჩვენი პედაგოგებზე ვამბობ, ახლა ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს, ქალბატონი თამარ აფციაურის ხელმძღვანელობით, ჩვენი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელია, ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს. ამ სფეროში მედიცინის სფეროა, განათლების სფეროა, ყველგან არის ძალიან ნიჭიერი ქალბატონები და აი ამათ შემოინახეს თავისი ნიჭიერება აი ამ მძიმე სამუშაოსთან ერთად. ჩვენ მძიმე სამუშაოს ვასრულებთ ამ წუთში. და მე ჩემ ბოლო იმაში მონატრების იმაში მიწერია, მე დავბრუნდები საქართველოს ფუძე კერაზე, რომ დავიყარო დაღლილ გულზე ქართული მიწა, ამ ქვეყანაზე ერთხელ მოსული, ერთხელ მოკვდები. დრო მოკვდა ჩემთვის, მეტავ შეეძლოს დროს გაჩერება. აი ეს არის ემიგრანტის ცხოვრება. ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა პოეტმა აი ჩაკეტილობამ ამ გაჭირებამ დააწერია ლექსები. არასდროს არ დამიწერია ლექსი. აქ ჩამოვედი აი მონატრება ბავშვებზე ის ყველაფერი და კალამი აგაღებინათ ხელში და თქვენი ესე ვთქვათ გულის ნადები, ანუ გადმოიტანეთ ფურცაზე ლექსად. ბევრი არის რომ ბავშვობაში წერდა დაუშვათ. აი იოანნა მაგალითად ჩვენი იოანნა ბავშვობაში წერდა და დღესაც უკვე ჩვენიერი ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი პოეტი გახლავთ. ასე რომ ჩემი ემიგრაციის დროც დასრულდება მე მგონი. და ძალიან მალე დაბრუნდებით სამშობლოში, საქართველოში. კი, ძალიან მალე, აი ბავშვი რო წავიდა, ახლა მაინც უკვე ძალიან
და ბოლოს რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმნით და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. რა თქმა უნდა, გადასარევი ბიჭები ხართ. ღმერთმა დაგლოცოთ, აი ამ მონატრების ფერები მართლა ბევრს არ ვიცნობდი, მაგრამ ყველას ხო არ ვიცნობ და აი ამით ინტერვიუებით გავიცანით ერთმანეთი და აი თქვენ ორივე არაჩვეულებრივი ბიჭები ხართ. წარმატებებს გისურვებთ ყველგან, სადაც არ უნდა გადაგედგათ ნაბიჯი, ყველგან წარმატებული მომავალი გქონებოდეთ. წარმატებულ მომავალს გისურვებთ ორივე ძმებს. ძალიან კარგები ხართ, ვიცი და რას გეტყვით, იცი, აი თქვენით ბევრმა შვება იგრძნო. განა ტყუილს ვამბობ, აი ემიგრანტი დაჯდება ინტერვიუს გართმევს, აი ის შვებაა ეს ყველაფერი, აი ეს გულიდან ამონაღები, რასაც ამბობს, რასაც ლაპარაკობს, ამით შვებას გრძნობს და დარჩება ისტორიას. ნამდვილად. ისტორიის ფურცელი გადაიშალა დღეს კიდევ ერთი ჩემი. დიდი მადლობა და წარმატებები ყველგან. მშვიდობიანი გზა გქონებოდეთ და დიდი საქმეები აგեղოთ კიდევ უამრავი. წარმატებები მინდა გისურვოთ და მალე დაბრუნება სამშობლოში. დიდი მადლობა. ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები და მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. დღევანდელ ჩვენს გადაცემას მასპინძლობს ქართულ-ბერძნული ასოციაცია. მადლობა მინდა გადაუხადო აღნიშნული ასოციაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ხატია ქარსაულიძეს მასპინძლობისათვის. დღევანდელი ჩემი გადაცემის ნომარი კი გახლდათ აღნიშნულ ორგანიზაციასთან არსებული დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ლამარა ახალაძე მაჩიტიძე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ ყველა ქართველი ემიგრანტის ხმა ისმოდეს მსოფლიოში. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოგვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემის ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობას ევროპის და მსოფლიო მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია Dagi Travel. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.